2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 22. რახატზე გამოსახულია სინათლის სხივის სვლა უცნობი სითხიდან ჰაერში. რახატის მონაცემების მიხედვით განსაზღვრეთ ამ სითხის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი გვეკითხებიან, ჰაერის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი ერთი სწორად ჩათვალეთ. კი ბატონო, ესე იგი, მოდით ამ ამოცანის გასაკეთებლად პირველში გავიხსენოთ გარდატეხის კანონი, სნელის კანონი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს n1 სინუს ალფა უდრის n2 სინუს ბეტას, სადაც n1 და n2 შესაბამისად პირველი და მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებლებია, ხოლო ალფა და ბეტა შესაბამისად დაცემის და გარდატეხის კუთხეები. ახლა ამ ტოლობიდან რა გამოგვდის ჩვენ? სინუს ალფას შეფარდება სინუს ბეტასთან, ტოლი გამოგვდის n2 შეფარდება n1-თან. და მოდით ახლა დავაკვირდეთ ნახაზს. ნახაზზე რა გვაქვს ახლა ჩვენ მოცემული? ჩვენ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, სითხიდან სინათლის სხივი გადაწყდება ჰაერში, ანუ პირველი გარემო ჩვენ შემთხვევაში არის სითხე, მეორე გარემო არის ჰაერი. და სითხის შემთხვევაში, ესე იგი, დაცემის კუთხე, რადგანაც პირველი გარემო და მეორეში გადაწყდება ეს ჩვენი სინათლე, დაცემის კუთხე ალფა ეს კუთხე არის, ხო? ეს იქნება გარდატეხის კუთხე, ეს არის ბეტა. და მოდით პირველ შემთხვევაში, ესე იგი, n2 ჰაერის აბსოლუტური გარდატეხის მაჩვენებელი n2 გითხრეს, რომ ტოლი არის 1-ო და სითხის გარდატეხის მაჩვენებელს ვეკითხებიან, რომელიც მოდით n1 დავნიშნოთ, რომ ეს არის საძიებელი გარდატეხის მაჩვენებელი. ახლა დავაკვირდეთ რა სიტუაცია გვაქვს. ახლა პირველში აი ამ მართკუთხა სამკუთხედს დავაკვირდებით. ამ მართკუთხა სამკუთხედში აი ამის სიგრძე არის 3 ერთეული. შესაბამისად აი ამის სიგრძე გამოდის 1 2 3 4 ერთეული. 4 ერთეული. ანალოგიურად მეორე შემთხვევაში აი მართკუთხა სამკუთხედს თუ გამიხილავთ, ამ მართკუთხა სამკუთხედში ესეც გამოდის 3 ერთეული და ესეც გამოდის 4 ერთეული. შესაბამისად, აი ეს ჰიპოტენუზა პირველ სამკუთხედში 3 4 ათეტები, პითაგორას თეორემით ეს გამოდის 5 და ანალოგიურად მეორე მართკუთხა სამკუთხედში 3 4 ესეც გამოდის 5 ერთეულის ტოლი. ესე იგი, ჩვენ ახლა უნდა გავსაზღვროთ, ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ n1. აქედან მოდით დავწეროთ n1-ის ფარდობა n2-თან გამოდის სინუს ბეტას ფარდობა სინუს ალფასთან. საიდანაც n1 გვაინტერესებს, შესაბამისად n1 ტოლი იქნება სინუს ბეტას ფარდობა სინუს ალფასთან გამრავლებული n2-ზე. ეხლა დავაკვირდეთ პირველ შემთხვევაში პირველ მართკუთხა სამკუთხედში სინუს ალფა ტოლი იქნება, სინუს ალფა ტოლი იქნება მოპირდაპირე კათეტის 3 შეფარდებული ჰიპოტენუზასთან 5-თან, ხოლო მეორე შემთხვევაში, მეორე სამკუთხედში სინუს ბეტა ტოლი გამოგვივა. მეორე მართკუთხა სამკუთხედში სინუს ბეტა მოპირდაპირე კათეტი 4 შეფარდებული ჰიპოტენუზასთან ახაც 5-თან. საიდანაც n1-ისთვის რას მივიღებთ? n1-ისთვის ტოლი გამოდის სინუს ბეტა არის 4/5. გაყოფილი სინუს ალფაზე, ესე იგი 3/5-ზე გაყოფილი, ანუ გამრავლებული 5/3-ზე, ასე და გამრავლებული n2-ზე. n2 კიდე პირობით გითხრეს, რომ 1-ია, ანუ ეს კიდე უნდა გავუყუროთ 1-ზე, ეს ხუთები შევეკვეცება და მივიღებთ 4/3-ს. ანუ საბოლოოდ რომ დავწეროთ, ჩვენი საძიებელი სითხის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი n1 ტოლი ყოფილა 4/3-ის. ეს კი არის პასუხი B.